თუ სამხედრო ძალის მქონე ეკონომიკა ისეთ ეკონომიკას უპირისპირდება, რომელსაც ასეთი ძალა არ გააჩნია, შედეგი მეტნაკლებად პროგნოზირებადია. დაახლოებით ამას ვაკვირდებით ახლა ჩინეთისა და შეერთებული შტატების გლობალურ დაპირისპირებაში. ძალის მაჩვენებლებით კონკურენტები ერთმანეთს უტოლდებიან, მაგრამ ვაშინგტონს აქვს პოლიტიკური ნება გამოიყენოს შეიარაღებული ძალები გლობალური დომინირების აღსაგდენად. პეკინის შესახებ კი ეს ჯერჯერობით უცნობია. საქმის ასეთი ვითარებიდან გამომდინარე ვითარდება მოვლენები ვენესუელასა, ნიკოლას მადუროს გადაცემა და დელსი როდრიგესის მთავრობის შანტაჟი და ირანის ირგვლივ, რომლის ნაპირებთანაც უკვე თავმოყრილია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი დაჯგუფება. ტრამპის ადმინისტრაციის ასეთი ქმედებები წარმოადგენს ღია გამოწვევას პეკინისთვის, რომელსაც იგი ჯერჯერობით არიღებს და ამჯობინებს თავის არიდებას და საპასუხოდ ხელსაყრელი მომენტის ლოდინს. სხვათა შორის, ასეთი მომენტი შეიძლება არც დადგეს. შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი ვენესუელურ ნავთობს მოწყვიტა. ახლა კი შესაძლოა ირანულსაც მოწყვიტოს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ირანის დაცემის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დაივიწყონ 2013 წელს დაწყებული ჩინური ინიციატივები, აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და 21 საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა, აგრეთვე ცნობილი როგორც პროექტი ერთი სარტყელი ერთი გზა. სამომავლოდ ყველაფერი შეიძლება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იზოლაციით დასრულდეს, რომლის პარტნიორებსაც ამერიკა უბრალოდ სათითაოდ ჩამოიშორებს და აიძულებს უარი თქვან პეკინთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. თუმცა ჩინეთს მარტო გაუჭირდება ამერიკულ სამხედრო მანქანასთან ბრძოლა, რასაც ვერ ვიტყვით რუსულ-ჩინურ სტრატეგიულ კავშირზე, რომელსაც სავსებით შეუძლია სამხედრო გამოწვევა ესროლოს ამერიკას. მოსკოვსა და პეკინს ერთად შეუძლიან სწორედ ახლა აღმართონ გადაულახავი ბარიერი ამერიკული ძალისმიერი ექსპანსიის გზაზე. თუმცა ამჟამად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩინეთიც და რუსეთიც ჯერჯერობით ცდილობენ შეერთებულ შტატებთან თავიანთი პრობლემები დიალოგის გზით მოაგვარონ, ვაშინგტონის ძალისმიერ შეკავებაზე გადასვლის გარეშე. ამასთანავე, სანამ დონალდ ტრამპი უშუალოდ სამხედრო ბარიერს არ წააწყდება ერთპოლისიანობის აღდგენის გზაზე, მისი ადმინისტრაცია ბულდოზერის სტილში განაგრძობს წინსვლას. მაგრამ როდის გაიღვიძებს პეკინსა და მოსკოვში კომბინირებული პოლიტიკური ნება უალტერნატივო წინააღმდეგობის გასაწევად, ჯერჯერობით გაურკვევლია. და სწორედ ამიტომ დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში უნიკალური ვითარება შეიქმნა. ჰეგემონი უკვე აღარ არის ძველებური, მაგრამ იწევს იმის დასამტკიცებლად, რომ ძველებურ ძალას ფლობს. მეტოქეები მას არ ჩამოუვარდებიან, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ბედავენ მისთვის რეალური ვითარების დემონსტრირებას, იმ იმედით, რომ იგი როგორმე თავად მოიტეხს კისერს.